წინა ვიდეოში ვნახეთ, როგორ იშლება ქანი ყინულით, წვიმით, ქარით და ფესვებით. მაგრამ რა ხდება შემდეგ? სად მიდის ეს დაშლილი მასალა? როგორ გარდაიქმნება იგი ახალ ლანდშაფტად? დღეს ვისაუბრებთ გადატანაზე. ანუ იმ პროცესზე, რომლითაც ბუნება გამოფიტულ და დაშლილ მასალას ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანს და დანალეგზე. როდესაც ეს მასალა ახალ ადგილას ილექება და ახალ ფენებს ქმნის. სამი მთავარი ძალა მუშაობს: წყალი, ქარი და ყინული. ბოლოს საქართველოს ვნახავთ, სადაც ყველა ეს პროცესი ჩვენ თვალწინ ხდება. დავიწყოთ. გადატანა. ეს დაშლილი ქანის ნაწილაკების გადაადგილებაა. გახსოვს გასულ ვიდეოში განმარტეთ, რომ გამოფიტვა და გადატანა განსხვავებული პროცესებია? გამოფიტვა ქანს ანადგურებს. გადატანას კი ეს დაშლილი ქანი მოძრაობაში მოჰყავს. ნაწილაკების ზომა მნიშვნელოვანია, მსხვილი კლდის ნატეხები, წვრილი ქვიშა, უწვრილესი თიხა ყველა განსხვავებულად მოძრაობს. მსხვილი ნაწილაკი მეტ ენერგიას საჭიროებს გადასატანად, წვრილი ნაკლებს. სწორედ ამიტომ მთის მდინარე კლდის უზარმაზარ ნატეხებს ატარებს, ვაკეზე კი მხოლოდ ქვიშა და თიხა რჩება. სამი მთავარი გადამტანი ძალა არსებობს: წყალი, ქარი და ყინული. თითოეული განსხვავებულად მუშაობს. წყალი ყველაზე ძლიერი გადამტანი ძალაა დედამიწაზე. მდინარეს სამი გზით შეუძლია მასალის გადატანა. პირველი გორვა. მსხვილი ქვები მდინარის ფსკერზე გორავს და სრიალებს. მეორე ხტუნვა. საშუალო ზომის ნაწილაკები ფსკერს ეხებიან, ხტებიან, ისევ ეხებიან და მესამე შეჩერებული გადატანა. წვრილი ქვიშა და თიხა წყალში ჩარჩება და მასთან ერთად მიედინება. რაც უფრო სწრაფია მდინარე, მით უფრო მსხვილ ნაწილაკებს ატარებს. სწორედ ამიტომ წყალდიდობის დროს მდინარე კლდეებსაც კი ატრიალებს. საქართველოში მტკვარი ყოველ წელს მილიონობით ტონა მასალას ატარებს კასპიის ზღვისკენ. ეს მასალა სადმე უნდა დაილექოს. მაგრამ სად და როდის ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. წყალი ერთადერთი გადამტანი ძალა არ არის. ქარი. მშრალ და უდაბნო რეგიონებში ძლიერი გადამტანია. ის წვრილ ქვიშას და მტვერს ასობით კილომეტრზე ატარებს. საჰარადან ქარით გადმოტანილი მტვერი ხმელთაშუა ზღვაზე გადადის და ევროპაშიც კი ხდება. საქართველოში ქარის გადატანა ნაკლებად გამოხატულია ტენიანობის გამო, მაგრამ მშრალ კახეთში შეიმჩნევა. მყინვარი კი ყველაზე ნელი და ყველაზე ძლიერი გადამტანია. მყინვარი კლდეებს ფუძიდან გლეჯს და ათასობით წლის განმავლობაში ატარებს. მყინვარის კიდეებზე და ბოლოში გროვდება გადატანილი მასალა. მას მყინვარნაყარი მორენი ეწოდება. ახლა მთავარი კითხვა: სად ილექება ეს მასალა? დალექვა ხდება მაშინ, როდესაც გადამტანი ძალა სუსტდება. მდინარე მთიდან ვაკეზე გადმოდის, სიჩქარე ეცემა და მასალა ილექება. ყველაზე მსხვილი ნაწილაკები პირველები ილექებიან. ახლოს სადაც სიჩქარე შემცირდა. წვრილი ქვიშა და თიხა კი შორს. ზოგჯერ ზღვამდეც მიდის. ასე წარმოიქმნება ალუვიური ვაკეები. ყველაზე ნაყოფიერი მიწები დედამიწაზე. ქართლისა და კახეთის ვაკეები სწორედ ამ პროცესის შედეგია. მდინარეებმა ათასობით წლის განმავლობაში ჩამოიტანეს ეს მასალა კავკასიონიდან. ზღვაში კი ნაწილაკები ფსკერზე ილექებიან და ფენას ქმნიან. მილიონობით წლის შემდეგ ეს ფენები მყარდება და ახალი ქანი იბადება. წრე იხურება, ქანი იშლება, გადაიტანება, ილექება და ახალ ქანად იქცევა. საქართველოში ეს პროცესები განსაკუთრებით კარგად ჩანს. კავკასიონი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გამოფიტვადი მთიანეთია მსოფლიოში. მდინარე არაგვი, ალაზანი, რიონი. ყველა მათგანს კავკასიონიდან ჩამოაქვს მასალა და ვაკეებზე ყრის. თბილისის ჩრდილოეთით, მტკვრის ხეობაში. ხედავთ მდინარის ნატანს, ნაპირებზე ქვიშასა და ხრეშს. კახეთის ვაკე კი მდინარეების ათასწლოვანი მუშაობის შედეგია. სწორედ ამიტომ არის ასეთი ნაყოფიერი. და ბოლოს შავი ზღვა. მდინარე რიონი ყოველ წელს უზარმაზარი რაოდენობის მასალა ჩააქვს შავ ზღვაში. ფოთის მახლობლად ახალი მიწა ყალიბდება. სიტყვა სიტყვით. ეს დალექვის პირდაპირი შედეგია. ყველა ეს ლანდშაფტი. კახეთის ვაკიდან შავი ზღვის სანაპირომდე. ქანების გრძელი მოგზაურობის ბოლო სადგურია. დასასრულს მთლიანი სურათი. ქანი იშლება, ეს გამოფიტვაა. გამოფიტული მასალა მოძრაობს წყლით, ქარით, ყინულით. ილექება და ახალ ფენებს ქმნის. მილიონობით წლის შემდეგ კი ჩნდება ახალი ქანი. ახალი მთა, ახალი ლანდშაფტი. ეს წრე არასოდეს ჩერდება. დედამიწა ყოველთვის აკეთებს განახლებას. თუ ეს ვიდეო საინტერესო იყო, გამოიწერე არხი.